ფაქტობრივად დედა მამირჩია პროფესია. იმიტომ რომ ვიყავ ძალიან მორცხვი ბავშვი და დედა თვლიდა რომ ეს პროფესია მე დამეხმარებოდა და გამხსნიდა და იმ მონაცემებს რაც შიგნით ბუდობდა უფრო წინ გამოწევდა და ცოტა მოსდილ ასაკში უკვე ყველა წესით და კანონით მუსიკას უნდა გავყოლოდი და კონსერვატორიაში ჩამებარებინა, მაგრამ გავიგე რა დედის სურვილი, ჩემთვისაც გამოწვევა იყო და ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, მაშინ ინსტიტუტი ერქვა. მუსიკა იმდენად ბევრია ჩემ ცხოვრებაში და იყო, მაშინაც მით უმეტეს, რომ ცოტა სხვა რაღაცის კეთება მომინდა და მიზეზი იყო იმისთვის, რომ რაღაცა შემეცვალა და სხვა გზით წავსულიყავი და ძალიან მადლიერი ვარ დედას. მუსიკა არის განუყრელი ნაწილი. აი პროფესიად ვერ წარმომიდგენე, ვიღაცისთვის პროფესია რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის ეს არის რაღაცა სულიერი საკვები, იმიტომ რომ რაც დავიბადე მუსიკა მესმის და ამიტომ თუ მამისგან და თუ დედისგან. ამიტომ ეს მუსიკა არის შენი ნაწილი, როგორც ხელი გაქვს, რაღაცას აკეთებ, ყოველდღიურად პირსიბანს აჭმოს. აი ესეთი ნაწილია, იმიტომ რომ მიჭირდა თუ მილხინდა შესაფერისი მელოდია მეკვიატება და ვღიღინებ ხოლმე, ესე გულში შეიძლება ეს ჩემთვის რაღაც. ახდაცებისთვის, გადაცებისთვის, ლექსად ფრენისთვის, აღამა ფრენისთვის, მადლობელი ვარ. ჩვენი ჯგუფი იყო ბატონი ანზორ ქუთათელაძის ჯგუფი, უსაყვარლესი ადამიანის, რომელიც სულ გვეფერებოდა, მე ვგრძნობდი მისგან ძალიან დიდ სითბოს და ყურადღებას, რომ მე უნდა ნაბიჯები მეკეთებინა, უნდა წინ წავსულიყავი, რომ უფრო გავხსნილიყავი, უფრო მეტად გამეკეთებინა ჩემი საქმე. ასევე ყავდა ქეთევან ხარშილაძე, ასისტენტი მისი, რომელიც დღემდე მეგობრობს ჩვენთან. ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო, როცა სხვა ჯგუფში მყოფი, რაღაცნაირად მოვხვდი ჯერ ბატონ მიშასთან, მის კურსელებთან მომიწია პატარა ეპიზოდის თამაში, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება, დაკვირვება და პასუხისმგებლობა, რომ ამ ხელა ფიგურასთან რაღაცნაირად მეც ვიყავი რაღაცა კავშირში. და მახსოვს, რომ პრემიერა რო ჩავაბარეთ, არ ვიცი რატომღაც გააკეთა აქცენტი, რომ აი ეს სულ არ მიცნობდა, მაგრამ ეს გოგო სწორად მუშაობს, თქვა და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არ ვიცი იმად გასაგონად რაღაცნაირად პედაგოგიური ხერხი მოიგონა თუ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ მე მაშინ ძალიან შემატა ამან და სტიმული მომცა. შემდეგ იყო უკვე ქალბატონ ლილისთან სამდას დგავდა, ისიც თავის ჯგუფთან და დამატებითი სჭირდებოდა პერსონაჟები, ასე ვთქვათ და მაშინ ამიყვანა. თან ვიყავი ფეხმძიმეთ ჩემს პირველ შვილზე. მაგრამ ზუსტად ეს ჩემ ფეხმძიმობაც გამოიყენა და რაღაცნაირად ფლეიტაზე უკრავდი. და რაღაცნაირად აი ესე ქუჩის მუსიკოსის ვარიანტში ჩამრთო სპექტაკლში და რა თქმა უნდა ისიც დიდი გამოცდილება იყო. მარჯანიშვილის თეატრში ჩვენ ჯგუფმა რო დავამთავრეთ, სხვათა შორის აი რო გითხარით რამოდენიმე ადამიანის სპექტაკლში ჯგუფელები ვთამაშობთ თქო, რაღაცა ერთად მოვედით მარჯანიშვილის თეატრში. მაშინ იყო ბატონი თემურ ჩხეიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი. საკმაოდ დიდი ხანი არ მონაწილეობდი არაფერში. ჩემი პირველი სპექტაკლი იყო ქალბატონი მედია კუჭუხიძის თოვლის დედოფალი, სადაც ვთამაშობდი კაის, ბიჭს. ასე ვთქვათ, მან
სპეციალურად დადგა ეს სპექტაკლი, რომ ბევრი ახალგაზრდა ყოლოდა სპექტაკლში და დაკავებულები ყოფილიყვნენ ეს ახალგაზრდები. რო არა ქალბატონი მედია, შეიძლება რაღაც პერიოდში მეფიქრა კიდევაც, რომ სწორად ავირჩიე თუ არ ავირჩიე, იმიტომ რომ ქმედითი თუ არა ხარ, ცოტა ეჭვი გეპარება მერე, რომ რატო არავინ და აი ზუსტად სტიმული მომცა ამან, რომ მაინც მდგარიყავი და მეკეთებინა და მე საკმაოდ ბევრ სპექტაკლში გვაკავებდა თავის სპექტაკლებში, სულ ყავდით ახალგაზრდები. თოვლის დედოფლის მერე უკვე იყო ბახტრიონი, სადაც ბატონმა თემურმა დამაკავა და საკმაოდ ისეთი ფუნქცია მომცა, გამომდენარე იქიდან რომ მღერი, ერთ-ერთი ქოროს წარმომადგენელი ვიყავი, რომელსაც ჰქონდა ესეთი ბრძოლაში წასვლის წინ ესეთი დატირებასავით მელოდია იყო, რომელიც ბატონმა დავით ტურიაშვილმა შემოგთავაზა და ძალიან გრძნობიარე იყო ჩემთვის ეს მომენტი. ბატონ თემურთან რეპეტიციები იყო, აი რაღაცა დაუიწყარი ამბავი, იმიტომ რომ მე არ ვიქნები გამონაკლისი, რო იწყებდა რეპეტიციას, ისე მთავრდებოდა, არ გინდოდა რომ დამთავრებულიყო და ისე სამყაროს ქმნიდა, რომ გინდოდა რომ სულ იქ ყოფილიყავი, სულ იმ წიაღში ყოფილიყავი. როგორც სულ უნდა სულ წვრთნა, ასევე უნდა მსახიობსაც სულ თამაში, იმიტომ რომ სულ სტიმულშია, სულ რაღაც მოწოდებაშია, სულ მის პერსონაჟებთან არის და ამიტომ ჭირდება და როგორც კი პაუზა ჩნდება, მაგ დროს ცოტა რაღაცნაირად დაჩაგრულად გრძნობს თავს. უნდა და იმიტომ. გუჯა სერიალებით დაიწყო ჩემი, ასე ვთქვათ, ეკრანთან მოღვაწეობა. ეს იყო გოგონა გარეუბნიდან. უბრალოდ მანამდე იყო შუა ქალაქში, სადაც პატარა ეპიზოდი ვითამაშე ერთ სერიაში. შემდეგ, რა თქმა უნდა, სხვა სერიალებშიც მივიღე მონაწილეობა. ფილმს რაც შეეხება, ადრე გადამიღია ფილმში და ეხა ისე სახუმაროდ ვიძახი ხოლმე რომ 4 წლისა ვიყავი როცა გადამიღეს. ოღონდ ის მუსიკალური ფილმი იყო, მოვდივარ და მოვიმღერი. სერიოზული ფილმის, ვთქვათ, აი რაღაც უკვე მოზრდილ ასაკში. იყო ესეთი სრულიად შემთხვევითი მისვლა, იმიტომ რომ გადასაღები მოედანზე ერთ-ერთი მსახიობი არ გამოცხადა და სასწრაფოდ მთხოვეს, რომ იქნებ მოხვიდეო. საათ ნახევარში იქ უნდა გავჩენილიყავი. ხო და მივედი, იქვე გამაცნეს რა, როგორ იყო გადასაღები იმ დღის. რაღაც კადრები იყო, რაღაც 2 სიტყვიანი, გავლა, გამოვლა, რაღაც აი ეგეთი, მაგრამ თავისთავად და ეს იყო კახეთის მატარებელი, რომელიც გადაიღო ლალი კიკნაველიძემ და რო ვკითხე, ვინ დაგაკავშირათ ჩემთან თქო, მითხრა რომ მიშა გომიაშვილმაო, რომელიც იყო ჩემი პარტნიორი ფილმში. ეტყობა მე რაღაცა ალბათ კინოს მხარემაც დაინახა და მე უკვე ამას მოყვა ჩემი ბედნიერი ოჯახი, ძალიან ბევრი მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ასე გაგრძელდა ჩემი კინოსთან მოღვაწეობა. ბოლო პერიოდში, აი ზუსტად ეს იყო ქეთევან ხარშილაძის სადღაც ამერიკაში. მერე დაიდგა ციცინო კობიაშვილის უცნაური მისის სევიჯი. და მერე უკვე იყო საახალწლოდ ქონდა აი გასულ წელს ასევე ციცინომ დადგა 12 თვე. ყველაზე მეტად ამ პროფესიაში მაბედნიერებს მუშაობის პროცესი. ეს არის ყველაზე ბედნიერი წუთები. ეცით რა არის, თეატრი არის ადგილი, სადაც უნდა მოხვიდე როგორც დიდი რეჟისორები გვეუბნებოდნენ, დატოვო გარეთ შენი პრობლემები, შემოხვიდე სხვა ადამიანი და მიხედო იმ ადამიანს, იმ პერსონაჟს, რომელიც შენ გთხოვს, რომ ის განასახიერო. ძალიან მაგარია, როცა ამ სამყაროში იქმნება ეს იძერწება რაღაცა და
თქმა უნდა, ბევრი სპექტაკლი მქონდა, მაგრამ უფრო ბევრს ვისურვებდი და მგონია, რომ მაინც წინ მელოდება ის აღმაფრენა, რაც არის თეატრის სივრცეში, რაც მე ცოტა მაკლია. მოკლედ იმით დავამთავრებ, რომ მადლობას ვეთქვი კიდე დედას, რომ სწორად ამარჩევინა პროფესია და ბედნიერი ვარ, რომ ეს პროფესია ავირჩიე.